მესხეთში მომზადებული წერო ხინკალი ძალიან გავს იტალიურ პასტას. და ვფიქრობ, რომ ეს დაჭრილი პატარ-პატარა მოხარშული ცომებისგან დამზადებული მესხური კერძები იტალიური პასტას მესხი ნათესავები არიან. პირველ რიგში ვამზადებთ ცომს. 500 გრამი ფქვილი, მარილი, დაახლოებით 9 ჩაის ყოვზი და სანამ დავუმატებთ კვერცხს, მინდა რომ მომზადო წვანილის პასტა. აქ მაქვს ქინძი და ოხრახუში, რომელსაც გადავიტან ბლენდერში, რადგან მინდა რომ პასტა იყოს მწვანე და არომატული. აქ მაქვს ოხრახუში, 9 კონა და ქინძის 9 კონა. დავუმატოთ წყალი. სულ ცოტა, დაახლოებით 50 მილილიტრი, რომ უფრო მარტივად დაბლენდერდეს მასა. სად არის? 2 მთლიანი კვერცხი. და დავასხათ დაბლენდერებული მწვანე. უნდა მივიღოთ უხეში ცომი, რომლის გაბრტყელებაც რთული იქნება, მაგრამ შემდეგ დაჭრა ძალიან მარტივი. გადმოვიტანოთ ახლა ზედაპირზე ცომი, ცოტა ფქვილი და უკვე დაფაზევე გადავწყვეტ. ცოტა ხანი ვასვენებ ცომს და მერე შეგვიძლია გავაბრტყელოთ. 10-15 წუთი. ცოტა ხელით გავიყვანოთ. მე მესხური უხლავი არ მაქვს, მაგრამ მაქვს საფრთხელებელი სპეციალურად პასტისთვის. ყველაზე პატარა ზომით, უბრალოდ ყველაზე განიერი ზომით ვიწყებთ. ჩაითრია, გუჭირავს. ესეც ერთი ზომა. ეხლა ვაკლებთ ზომას. და ბოლო, ყველაზე პატარა ზომა. ჩაუშვათ ფრთხილად, ეხლა არ უნდა გაგვეხეს. აი მივიღეთ ასეთი თხელი, მწვანე ცომი, რომელიც უნდა დავკეთოთ. მივიღეთ ესეთი დახვეული ცომი. ეხლა როგორ ვღებულობ ტალიატელეს? ხლად მივიღეთ ესეთი გრძელი ტალიატელე და ვაგრძელებთ. დავშალოთ ყველა. პასტა მზად არის მოსახარშად, დუღს წყალი, რომელსაც უნდა დავუმატოთ ცოტა მარილი და გადაგვაქვს ტალიატელე წყალში. ახლად მომზადებულ ტალიატელეს სჭირდება 2-3 წუთი მოხარშვა. ტალიატელე მოიხარშა, შეგვიძლია გადმოვიტანოთ თეფშზე. ვამზადებთ საკმას. წერო ხინკალს მოუმზადეს კაკლის ბალიში. ჩვენ ვიყენებთ ნუშს. დავდგათ ტაფა, ცოტა ზეთი, ხახვი, ხახვის მეოთხედი და ვშუშავთ. პილპილი, ორეგანო, მარილი და ხმელი ქინძი. ნუში. ჯერ გავხერხოთ აქეთ. ერთ პორციას თავისუფლად ეყოფა. გადაგვაქვს ტაფაში
და 2 წუთი დავდგათ ისევ ცეცხლზე. რო ცოტა მოიშუშოს, გაერთიანდეს ეს გემო და უკვე მზად იქნება ტალიატელესთან შესარევად. ნუშის და ხახვის соуსი მზად არის. სერვირება. ჩემი საყვარელი თეფში. გადავიტანოთ 1 პორცია ტალიატელე. соуსი. და ცოტა მწვანე ხავი. ხოლო ღეროები. მესხური წერო ხინკალის იტალიელი ნათესავი მზად არის. დღეს ჩვენ ამით მოვრჩით და ხვალ ვაგრძელებთ. მწვანე ტალიატელე ნუშის соусით. მოვამზადოთ ცომი. ქვილი 500 გრამი, კვერცხი 2 ცალი, წყალი 150 მილილიტრი, ნახევარი კონა ოხრახუში, ნახევარი კონა ქინძი და მარილი ნახევარი ჩაის კოვზი. საკმაძი, ნუში 50 გრამი, ხახვი 1/4 თავი, მწვანე ხახვი, ნახევარი კონა, ზეთი 20 მილილიტრი, სუნელები, ორეგანო, ხმელი ქინძი, პილპილი და მარილი გემოვნებით.